მოგესალმებით. ეს არის ისტორიული ქრონიკა. დღეს ვსაუბრობთ 1945 წლის იალტის კონფერენციაზე, სადაც სტალინმა, რუზველტმა და ჩერჩილმა გადაწყვიტეს, როგორი იქნებოდა ომის შემდგომი მსოფლიო. ჩემს გვერდით არის ლილე. ლილე! შეგიძლია ცოტა ხანი ტელეფონი გადადო? Hearts მივსვაგდებ. Stalin walks into Yalta like he owns Eastern Europe. Წარიალურია. ძალიან კარგი. შეგიძლია მითხრა რა იყო იალტის კონფერენციის მთავარი გადაწყვეტილებები? Მოიცა, basically კარგად ხარ? გიჭირს პასუხი? იალტაში გადაწყდა გერმანიის 4 ნაწილად გაყოფა, საბჭოთა კავშირის შესვლა იაპონიის წინააღმდეგ ომში და გაეროს შექმნასაც მოლაპარაკეს. საინტერესოა. ასე უცებ როგორ გაგახსენდა? რა, არ მაქვს photographic memory. Google ყველას ყავს. იცით, დიდი სამეულის ერთ-ერთი წევრია ჩემს ცხოვრებაში. რუზველტი, ჩერჩილი, სტალინი და Google. საოცარია. ანუ ისტორია ვიკიპედიური ხუმრობებით გახსოვს? არა, ვიკი ბევრს წერს. მე TikTok-ის ისტორიულ რეკაპებს ვუყურებ. აი, სადაც ჩერჩილი შავ-თეთრ ფილტრით ამბობს. We shall fight on the beaches. We shall fight on the beaches. და ფონზე ლოფი უკრავს. და მაინც. შენი აზრით შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად წარმართულიყო? Maybe, ალბათ სტალინი ნაკლებად დომინანტური იქნებოდა და დასავლეთიც უფრო მკაცრად შეუწინააღმდეგებოდა. ალბათ აღმოსავლეთ ევროპა არ გახდებოდა აი როგორ ამბობენ sphere something influence. და აი ეგ ყველაფერი გახდა ცივი ომის საწყისი ეტაპი, როგორც პოლიტოლოგები ამბობენ. ლილე, ახლა ცოტა უფრო სერიოზულად. იფიქრებდი, რომ იალტაში ჩაიდო მომავალი დაძაბულობის საფუძველი? არ მგონია, რომ მაშინ ამას პირდაპირ გეკმოდნენ. უბრალოდ ყველა თავისი ინტერესით ხელმძღვანელობდა. სტალინს უდოდა უსაფრთხო ზონა, რუზველტს მშვიდობა და კოოპერაცია, ჩერჩილს ბალანსი. Cooperative falling apart. და როგორ ფიქრობ, სამივე ლიდერს სურდა ერთნაირად სამართლიანი შეთანხმება? თელიოს კონფერენცია, ლამაზი მაგი და ჩაი, დელიკატური საუბრები. მაგრამ დიდი სამეულის შეხვედრა რეალურად იყო. ვინც ადრე მივიდა, იმას მეტი ერგო. სტალინმა ფაქტობრივად ფეხი დაადგა აღმოსავლეთ ევროპას და მხოლოდ ჩაის ჭიქით გააფორმა ყველაფერი. ანუ ფიქრობ, რომ სტალინის გავლენა ყველაზე ძლიერ დაისახა? სტალინმა არ მოითხოვა აღმოსავლეთ ევროპა. მან უბრალოდ თქვა: მე უკვე აქ ვარ, ასე რომ კაი იყოს. დავალეგალიზოთ. სხვა ლიდერებმა კი უფრო მორალებზე ილაპარაკეს. მაგრამ სტალინმა უჰუს ლოგიკაზე ითამაშა. არ არის კაცი, არ არის პრობლემა. შენთვის როგორც ახალგაზრდისთვის, რა შეიალტის კონფერენციის მნიშვნელობა დღეს? ჩემთვის მე ის რომ ზრდასრულების გადაწყვეტილებამ როგორ შეცვალა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ასევე თუ როგორ განაპირობა ამ გადაწყვეტილებებმა ქვეყნებს შორის უნდობლობის ჩამოყალიბება. ლილე, ტელეფონზე ხარ დამოკიდებული, მაგრამ ფაქტები მაინც ზუსტად გაქვს. მადლობა და გისურვებ ნაკლებ ეკრანს და მეტ კითხვას. თქვენ კი ნაკლებ ტექსტს და მეტ რილებს. გამოიწერეთ @historyqueen_01. ყველაფერს ლაიფში დებ. ეს იყო ისტორიული ქრონიკა, თაობა ზის პერსპექტივით დიდი სამეულის შეხვედრა. როგორც ჩანს, სტალინი, ჩერჩილი, რუზველტი და Google ყველას თავის როლი აქვს. დაიმახსოვრეთ ისტორია, ანიცი ან Google კარნახობს. დარჩეს ჩვენს გვერდით და დაელოდეთ ახალ ეპიზოდებს. გისურვებთ ისტორიულად სანდო ღამეს. სტალინმა არ მოითხოვა აღმოსავლეთ ევროპა. მან უბრალოდ თქვა: მე უკვე აქ ვარ, ასე რომ კაი იყოს, დავალეგალიზოთ. სხვა ლიდერებმა კი უფრო მორალებზე ილაპარაკეს. მაგრამ სტალინმა უჰუს I cannot